უკრაინაში გიორგი ანწუხელიძის წამებასა და მკვლელობაში მონაწილე კიდევ ერთი ოკუპანტი მოკლეს. ლიკვიდირებულია ვლადიმერ ლიაკინი. კონკრეტულად სად და რა მიმართულებაზე მოკვდა ლიაკინი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ის უკრაინულმა დრონმა იმსხვერპლა. შენისთანებს ქრისტე მელა უწოდა, ასე პასუხობს არქიმანდრიტი დოროთე დეკანოს ანდრია ჯაღმაიძეს. ჯაღმაიძემ დღეს უარყო, რომ სასულიერო პირები პოლიტიკური განცხადებების გამო ისჯებიან. ანდრია მელიაშვილო, თქვენთვის ეგზარხოსის და მერუსეთის დაძახების გამო მღვდლის მღვდლობიდან გადაყენება პოლიტიკური არ არის, მიმართავს არქიმანდრიტი დეკანოს. გერმანიის ელჩის ბერლინში კონსულტაციებისთვის გამოძახება მკაფიო დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს ხელმძღვანელობისთვის, აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი. ის ამბობს, რომ პეტერ ფიშერი საქართველოში საქმიანობას გააგრძელებს, გერმანიაში კი ოცნების ქმედებებს დააკვირდებიან და შემდგომ დასკვნებს გააკეთებენ. რუსეთიდან და სხვა ავტორიტარული რეჟიმებიდან მომდინარე დეზინფორმაციის წინააღმდეგ ევროკავშირი დემოკრატიული მდგრადობის ევროპული ცენტრის შექმნას გეგმავს. გარდიანი წერს, რომ დოკუმენტი 12 ნოემბერს გასაჯაროვდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, სად ხედავს ევროკომისია ყველაზე დიდ საფრთხეს.